რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიო დღეში. რამდენი პური უნდა ვჭამო. რა რაოდენობის ხორცი უნდა მივიღო. რამდენი მოვიხმარო მარილი და ასე შემდეგ. ასეთი კითხვები ძალიან ხშირად შემოდის ჩემთან. სანამ ამაზე გიპასუხებდე, ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს. ჩვენ სამყაროში ორი ერთნაირი ადამიანი კი არა და ორგანიზმი კი არა. თოვლის ფიფქი არ არსებობს. ყველაფერი ინდივიდუალურია. და რანაირად შეიძლება რომ ორმა განსხვავებულმა ადამიანმა განსხვავებული დღის წესრიგით, განსხვავებული კალორაჟით, განსხვავებული გემოვნებით ზუსტად იდენტურად ჭამოს და შედეგი მიიღოს. ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც უზომოდ მოიხმარ, შეიძლება გახდეს პრობლემის მიზეზი. თუნდაც შენს ეზოში მოყვანილი, თუნდაც შენს მიერ გაზრდილი, თუნდაც ისინი, რომლის შემადგენლობაშიც და სიჯანსაღეშიც დარწმუნებული ხარ. ამიტომ თუ გაინტერესებს რა რაოდენობით და რა უნდა ჭამო, ინდივიდუალური მენიუს შესადგენად მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.